იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტის დელეგაცია ეწვია. სტუმრებმა საცავს ბელგიელი პოლიტიკოსის კამილ ჰიუსმანის არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული ასლები გადასცეს. დოკუმენტი საქართველოს შესახებ ბროშურებსა და მოხსენებებსაც შეიცავს. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, კამილ ჰიუსმანის არქივში დაცული დოკუმენტების მეორე ნაწილი ეროვნულ არქივს უახლოეს მომავალში გადაეცემა. უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი მჭიდროდ თანამშრომლობს ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტთან. დაიწყო მანდელი ვიზიტის ფარგლებში უკვე გადმოგვეცა ის დოკუმენტები, რომელიც მათ არქივში ინახება და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენ ისტორიკოსებისთვის, ასევე იმ მკვლევარებისთვის, ვინც დაინტერესებული არიან საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესწავლით. ამ დოკუმენტებში ასახული არის ის მიმოწერა, ის შთაბეჭდილებები, ის ოფიციალური მოხსენებები, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში ვიზიტად ყოფი ბელგიელი პოლიტიკოსების მიერ იყო დაწერილი. საქართველოში უკვე მეორედ ვიმყოფებით. ჩვენი ვიზიტის მიზანია ეროვნულ არქივს კამილ ჰიუსმანსის არქივში დაცული დოკუმენტები გადავცეთ. უკვე 2 წელია ამ მასალის დიგიტალიზაცია მიმდინარეობს და ახლა მხოლოდ ის ნაწილი ჩამოვიტანეთ, რომელიც უკვე დამუშავდა.